მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია შემოქმედის ეპარქიის სპიკერი დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი. მოგესალმებით მამაო და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. სულ 3 დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა საქართველოსთვის. 152 რიგით 152 პატრიარქი აირჩია საქართველოს. ამ დღის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ მამაო, რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის ეს დღე, როგორც რელიგიური თვალსაზრისით, ასევე საერო თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. თქვენ რამდენიმე ერთი თვის წინ დაახლოებით ცოტა მეტის ბრძანდებოდით ჩვენთან ეთერში ვისაუბრეთ აწ-გარდაცვლილ პატრიარქზე, დღეს გვიწევს უკვე ახალ პატრიარქზე და ამ დღის მნიშვნელობაზე საუბარი. დიახ, მეც მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვიეთ და შესაძლებლობა გვექნება რომ ვისაუბროთ ახალი პატრიარქის შესახებ. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად. ერთ კიდევ ამდიდებული დღესასწაულის დღეები გვაქვს და მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში ყველას რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სამშობლოს ახალი უწმინდესი და უნეტარესი ყავს. პატრიარქი შიო მესამე და ეს მოვლენა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უწმინდესი ეს არის ზოგადად ერის წინამძღოლი, სულიერი და შუამავალი უფალსა და ერთს შორის და მისი სულიერი მისია არის ძალიან დიდი. როგორც სახელმწიფოებრივი მოხელე, მოღვაწე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ყავდეს პატრიარქი და ღვთის ძალით, სულიწმინდის მადლით გამორჩეული იქნა ახალი პატრიარქი, რომელიც იყო ერთ-ერთი კანდიდატი სამთა შორის. მოგეხსენებათ, რომ ღირსეული კანდიდატები ვყავდა და მათ შორის ღირსეულთა შორის ღირსეული აირჩია წმინდა სინოდმა, ანუ მღვდელმთავრებმა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი იქნება როგორც მამბრძანა იმ გზის გამგრძელებელი, რომელიც გზასაც წლების განმავლობაში უწმინდესი ილია მეორე კაფავდა და აკეთებდა, აი ამ საქმეების გამგრძელებელი ვიქნებიო ბრძანა არჩევის შემდეგ პატრიარქმა შიომ და ჩვენც ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით ვართ გამჭვალული და ძალიან დიდი იმედით რომ ის გზა გაგრძელდება და ჩვენი ეკლესია კვლავ იქნება მოწოდების სიმაღლეზე. აი რა სიმბოლური დატვირთვა აქვს აღსაყდრების ცერემონიას, ამაზე რომ უთხრათ მაყურებელს და რამდენად მნიშვნელოვანია იგი. კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ცოტა ქვემოდან დავიწყებთ და პროცესები როგორ მიმდინარეობს, რომ ხდება არჩევა პატრიარქის. ჯერ და შემდეგ ხდება ინტრონიზაცია. რაც ვიხილეთ უკვე. კი, რაც ვნახეთ, ხო, ანუ ჩაინიშნა გაერთიანებული კრება, რომელზეც ხდება ხოლმე მართლა გამგეობის დებულების მიხედვით პატრიარქის არჩევა. ეს გეგმა ასეთია, გაფართოებული კრების, რომ მოწვეული არიან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მღვდელმთავრები, ყველა ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსები და არიან დელეგატები, ყველა ეპარქიიდან წარმომადგენლობითი. გახდათ, რა თქმა უნდა, ჩვენი ეპარქიაც, შემოქმედის ეპარქია, მღვდელმთავარი ჩვენი მეუფე იოსების მეთაოსნობით ვიყავით 52 დელეგატი. თუმცა ხმის უფლება მხოლოდ უმაღლეს კი. აი როგორ არის? აი ამ დროს დელეგატებს ზოგადად აქვთ თავისი აზრის გამოთქმის უფლება. დელეგატს შესაძლებელია რომ თუ მას რაიმე აქვს სამკრების წინაშე სათქმელი, ან რაიმე წინააღმდეგობა, ან რაიმე დადებითი შეუძლია რომ სიტყვით გამოვიდეს. მართო გამგეობა ამას ითვალისწინებს. ეხლაც როგორი იყო ეს კრება რომ დაშვებული იქნა იმ მხოლოდ ეპარქიების დელეგატების სიტყვით გამოსვლისთვის, რომლებიც იყვნენ კანდიდატები. რადგანაც აი 47 ეპარქიაა და ყველას რომ სათითაოდ სიტყვის მიცემის უფლება ჰქონოდა, დაახლოებით 4 საათს მხოლოდ ეს პროცესი წაიღებდა და რაღაცნაირად არანორმალური გამოვიდოდა, შეუძლებელი იქნებოდა და ამიტომ მხოლოდ გადაწყვიტა სინოდმა რომ 3 ეპარქიიდან გამოვიდნენ დელეგატები, რომლებმაც ისაუბრეს. თვითონ გამგეობაში არის მითითებული რომ ყველა დელეგატს ზოგადად შეუძლია აზრის გამოთქმა. კეჯისყრაში როგორც თქვენ ბრძანეთ, მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები და ისინი ირჩევენ ახალ პატრიარქს. ამიტომ ეს სიმბოლური არის ეს კრება ზოგადად რომ ერთობა არის, ერთიანობა არის, აქ არ არის მხოლოდ სასულიერო პირები, არ არიან, არის ერის წარმომადგენლები, ღირსეული მოღვაწეები, მეცნიერები, პროფესორები და ასე შემდეგ და სულ 1147 დელეგატი იყო ამ კრებაზე, სადაც გამორჩეული იყო მანამდე 3 კანდიდატი და აი ამ 3 კანდიდატიდან დარჩენილმა 2 ეპისკოპოსმა ღირსეულად მიიღეს, ძალიან ეს იყო სამაგალითო
ზოგადად არჩევნების კუთხით, რომ ყველას ენახა, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეული ვართ, როდესაც საერო არჩევნები ტარდება ხოლმე, შემდეგ ყოველთვის არის დაპირისპირება, კამათის ცილის წამება, შეურაცხყოფა, რა ვიცი. და მილოცვა. ორივე მხარე ხო, ყოველთვის ასე იქცევა ხოლმე ძირითადად, რასაც ვაკვირდებით, ეს აწლეულებია და ეს იყო ნამდვილად ღირსეული სამაგალითო, რომ ორივე მიტროპოლიტმა არჩევნების შემდეგ მიულოცეს და მათ განაცხადეს, რომ ისინი გვერდში ამოუდგებიან მას და კვლავ გააგრძელებენ ეკლესიის და ქვეყნის საკეთილდღეოდ ამ ყველაფერთვის მოღვაწეობას და ეს ძალიან სამაგალითო იყო ნამდვილად. ნამდვილად. ბევრი სტუმარი ესწრებოდა მამაო და მათ შორის გურიიდანაც იყო დელეგაცია. როგორ შეირჩა დელეგაცია, ვინ ხელმძღვანელობდა ამ დელეგაციას და რა ხდებოდა ამ თვალსაზრისით? ესეც საინტერესო არის, ზოგადად ეს არის მართლა გამგეობის დებულება. აი საერო წარმომბოდიში გავაწყვეტეთ, საერო წარმომადგენლები რამდენად იყვნენ ამ პროცესში ჩართულები ჩვენგან დელეგატის ფუნქციით. დიახ. მართლა გამგეობა არეგულირებს ამ პროცესსაც და იქ წერია პირდაპირ, რომ აი ამ გაერთიანებული კრების დროს ეპარქიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დელეგატები თანმიმდევრობით. ყველა მონასტრის ორი წევრი მონასტრიდან, რამდენი მონასტერიც არსებობს, შესაბამისად წინამძღვარი და ერთი ვისაც გადაწყვიტავს ხო წინამძღვარი, ანუ ორი წევრი უნდა იყოს მონასტრებიდან, ორი საერო მღვდელი ანუ როგორც ჩვენ თეთრ მღვდელს ვეძახით, ორი უნდა იყოს მთელი ეპარქიიდან და ერთი ერისკაცი, ვისაც მღვდელმთავარი გადაწყვეტს რომ წავიდეს. ჯამი ჩვენი ეპარქიის წარმოდელეგატებისა იყო 52. რადგანაც ჩვენთან მოგეხსენებათ ძალიან ბევრი მონასტერია და სხვათა შორის ნიშანდობლივია რომ რაოდენობრივად მესამე იყო ჩვენი ეპარქია აი ამ კრებაზე, ციხე-თბილისი მოგეხსენებათ რა მხოლოდ ეპარქია არის. რუის ურბნისის ყავდა 85 თუ არ ვცდები დელეგატი, რადგანაც იქ სულ მონასტრებია და მონასტრული ცხოვრება არის და ეპარქიებიდან 52 წარმომადგენელი ჩვენ ყავდა, რადგანაც ჩვენთან არის 30 მონასტერი და შესაბამისად ვიყავით 52 დელეგატი. როგორც გითხარით, ორი საერო მღვდელი, ერთი ერისკაცი და დანარჩენი ვერები და მონაზვნები მონასტრებიდან და რა თქმა უნდა ამ დელეგატებს ჩვენს ეპარქიას ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი იოსები. და ორივე დღეში მონაწილეობდით, ანუ როგორც დელეგატი, როგორც არჩევის დღეს მოხდა და შემდეგ ანუ ეს ჩვენ ვიყავით წარდგენილი როგორც დელეგატები, როგორც სხდომაზე გაერთიანებულ კრებაზე ყველანი არ იყო ცნობილი, როდის იქნებოდა ინტრონიზაცია, ეს არის წესი ასეთი, რომ ახალარჩეული პატრიარქი აცხადებს თვითონ. როდის იქნება ინტრონიზაცია და იქვე განაცხადა პატრიარქმა შიომ, რომ რადგანაც მოახლოებული არის უდიდესი დღესასწაული, ხსენება ანდრია პირველწოდებულისა და არის დღესასწაული ღვთისმშობლის წვრთნილობისა და ხვალ იყოს ინტრონიზაცია და მაშინვე გადაასწრა შესაბამისად ბევრი ნაწილი ჩვენი დელეგატებისა დავრჩით იქ და მეორე დღეს დავესწარეთ. საუბარი იყო რომ შესამოსელი არ იყო მზად რაღაცები, მაგრამ მაინც ხო არც იყო მზად. არ იყო. არც ყველაფერი შემდეგ იყო ამაზე საუბარი, რომ ფაქტობრივად უწმინდესის შესამოსელით მოხდა მისი შემოსვლა. და რაც შეეხება თქვენ რაც ბრძანეთ, ანიშანდობლივი რა ხდება ამ პროცესს, ანიშანდობლივია რომ იწყება სპეციალური ლოცვით. წირვის წინ სპეციალური ლოცვა უწმინდესისა, როდესაც ხდება ინტრონიზაცია. შემდეგ და ამ დროს მას გადაეცემა პატრიარქის კვერთხი. კვერთხი, რომელიც არის ძალაუფლების ნიშანი და მადლის ღვთისგან მონიჭებული მადლის ნიშანი, ეს კვერთხი ეძლევა. შემდეგ მსახურების დროს პარალელურად ხდებოდა აი რაღაც ნაწილი შემდეგ წმინდა ღმერთოს დროს იყო, როდესაც ახალი პატრიარქი დაიჩოქებს და მას აძლევენ ჯვარპანაღიას და გადაცემენ მიტრას, საპატრიარქო მიტრას და სწორედ ეს პროცესი ჩანდა ტელევიზიით, რომ მას მიეცა სწორედ ეს საპატრიარქო ორი პანაღია და ჯვარი და თავზე უპირატესმა სინოდის წევრმა, მეუფე დანიელმა მას დაახურა აი ეს მიტრა საპატრიარქო და შემდეგ წირვის ბოლოს არის ასეთი ნაწილი, რომ მას ეძლევა საპატრიარქო კურკულ ბარტყუბი, აი რომელზეც არის ჯვარი გამოსახული, შავი ფერის მანტიაზე მოსაცმელი კურკულ ბარტყუბი, რომელიც
უწმინდეს ილია მეორესაც ყოველთვის, როდესაც შემოსილი არ არის მსახურებაზე არ არის, აი ამ ამ კულკუბარტყომით არის ხოლმე და ეს გადაეცა ბოლოს წირვისაც და ანუ სრულად შეიმოსა ატრიბუტიკით, რაც პატრიარქს უნდა კონდეს. გასაგებია. საუბრობთ პატრიარქის შიო მესამის შესამოსელზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება. რა სიტყვით პატრიარქზე, ახალ პატრიარქზე, მის თვისებებზე, მის პიროვნულ ხასიათზე და რითი გამოუარჩევთ მაგალითად მას ძალიან რთული გზა ელის იმ თვალსაზრისით, რომ თქვათ ილია მეორის შემდეგ მოუწია მას პატრიარქობა. რითი იქნება თქვენი აზრით ის გამორჩეული და რა თვისებებით გამოყოფთ, რომ დადებით თვისებები აქვს. დიახ, მადლობა ამ შეკითხვისთვის. არ არის მარტივია ამაზე საუბარი, რომ ვისაუბროთ მის თვისებებზე. უბრალოდ აი ჩვენ ვიცით, რომ ყველა ვერთიანდებით იმის შესახებ, რომ ჩვენი აცგარდაცვლი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე იყო ძალიან ბრძენი ადამიანი. ამიტომ მას აი ამ ხედვას, რომ მას გამორჩეული ყავდა უკვე თავის სიცოცხლეშივე მიტროპოლიტი შიო, ეცხატყობდა, რომ მის შორს ჭვეტყველობას ის ჭერბეტყველი იყო ძალიან და შორსხედველი, ჩვენი უწმინდესი ბრძნული გადაწყვეტილებით, რომ გამოარჩია მეუფე შიო. რა იყო ეს თვისებები ალბათ ახლა ჩვენი გადასახედიდან, რაც გამოც მან შეარჩია ამდენ ღირსეულ ეპისკოპოსს შორის. ეს არის მისი დამოკიდებულება ზოგადად ეკლესიისადმი, ის ძალიან გამორჩეულია აი თავისი ბერული ცხოვრებიდან დაწყებული ლოცვით, ძალიან უყვარს ლოცვა, არის ძალიან აი ასკეტური ცხოვრების მიმდევარი, ამას ყველა აღნიშნავს მონასტერში წასვლის დღიდან ის ყოველთვის ცდილობდა რომ ასეთი ცხოვრებით ეღვაწა ძალიან არის ძალიან თავმდაბალი, აი ძალიან თავმდაბალი, მიუხედავად იმისა რომ ჩანს რომ აი ბევრი საუბრობდა რომ ის რაღაცნაირად ცივი ადამიანია, ცოტა ის არის, აი როგორც კი მასთან რაღაცა ურთიერთობა მოგიწევთ, აი აბსოლუტურად ყველა დარწმუნდება რომ ეს არის მსთარი აზრი, ძალიან თბილი, ძალიან დიდი სიყვარული მოდის მისგან. ჩვენ მანამდეც მქონდა მეუფე იოსების წყალობით, ახმარებით რამოდენიმეჯერ შეხვედროდი მას მეუფესთან ერთად და ეხლაც რამდენჯერმე შევხვდი, უკვე იმ დღესაც, როცა აირჩიე, შემდეგ წირვაზეც და აი ძალიან თბილი და მისგან ძალიან იგრძნობა მადლი. არის ძალიან მშვიდი. ეს თვისებები, რაც მე აი ამ დღეებში შეიძლებოდა შემენიშნა, არის გაწონასწორებული და არ ცდილობს რომ რაღაცა აი რამდენად შეიძლება მოექცეს ვინმე გავლენების ქვეშ და აი წეგანო დავიწყე საუბარი პატრიარქი ილია მეორეს ბრძნულ გადაწყვეტილებაზე, ეს იყო პატრიარქის გადაწყვეტილებებში ერთ-ერთი თვისება, რომ მან იმიტომ აირჩია, რომ ის არ იქნებოდა ვიღაცას გავლენის ქვეშ და არ წარმოადგენდა ვინმე ჯგუფის, ვინმე რაღაცა ნაწილის წევრს. ის იყო აბსოლუტურად თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, იყო ქრისტიანული ცხოვრებით და სამართლიანი ადამიანის ჰქონდა მას ავტორიტეტი და დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ის აი ამ გზას მან ბრძანა, რომ შესაძ მიმართეს კრებაზე, რომ სიტყვას რა სიტყოდა ის, მოსამზადე წინა სიტყვა უნდა ეთქვა ყველა კანდიდატს, მან ბრძანა, რომ მე ერთადერთი რაც სასწაულ ღმერთს დავლოცულობ, არის ის, რომ გავაგრძელო ის გზა, რაც ჰქონდა პატრიარქს, რომ ის იყო ყველას პატრიარქი და აი რომელიმე ჯგუფის, რომელიმე საზოგადოების არანაირი დაყოფა არ შეიძლება ეკლესიაში, ამიტომ ის იქნება ამგზის გამგზელებელი, იქნება ყველას პატრიარქი და მე დარწმუნებული ვარ, რომ რა მოლოდინიც მაქვს თქვენ კითხვაზე, რომ ის აუცილებლად შეძლებს, რომ ის საზოგადოებაში სხვადასხვა ნაწილებად დაყოფილი აზრების მიხედვით ადამიანები შემდეგ აი ამ ყველაფრის გაერთიანება შეძლებს, ის მე დარწმუნებული ვარ, რომ გაუკეთებს ამის ორგანიზებას, დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენ ვართ ყველანი ერთი ქვეყნის შვილი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვადასხვანაირად ხედავდეთ ჩვენი ქვეყნის მოწყობას და ასე შემდეგ, ის იქნება გამაერთიანებელი. ამის იმედი მაქვს მე გამაერთიანებელი. პირდაპირ ადრესატი არ ხართ ამ კითხვის, მამაო, მაგრამ მაინც გითხავთ, მართლა რთულ პერიოდში უწევს
მეუფეშიოს უпростоრად პატრიარქს უკვე შიო მესამეს თავიანთი მისი საქმიანობის განხორციელება რამდენად შეძლებს ის თქვათ ამ პოლარიზებულ პროცესში რაშიც ვიმყოფებით ჩვენ საქართველოს თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ ნაწილი მოსახლეობის თუ უმეტესობა არა ითხოვს პატიმრების გათავისუფლებას რაღაცა შემწყნარებლობას და შერიგებას ქართველი ერისას. რამდენად მოახერხებს პატრიარქი შიო მესამე ამ ყველაფერს, ვიცით რომ თქვათ იმ პერიოდში, როცა თანამოსაყდრე იყო, მისგან რამდენიმეჯერ იყო მცდელობა იმისა, რომ პატიმრები გამოეშვათ და რამდენად დააყენებს ის ამ საკითხს, თქვენ რამდენად გაქვთ ინფორმაცია და თქვენ როგორ თვლით რას გააკეთებს ის? გასაგებია თქვენი კითხვის არსი პირველ რიგში მან როდესაც წირვა დასრულდა წირვის ბოლოს ითხოვა რომ ასეთი სიტყვები ბრძანა რომ გთხოვთ რომ ყველა მილოცეთ ჩემთვის ანუ აქ რას გულისხმობს ის რომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რომ ყველამ უნდა შევძლოთ ერთად ყველა მერმა რომ ხვალინდელი დღე თუ გვინდა რომ იყოს მშვიდი გაერთიანებული სიყვარული აი ყველამ ერთად ჩვენი წილი უნდა ვაკეთოთ აი უწმიდესის გვერდში არის ბევრი ეპისკოპოსი. მან ყველა აცხადებდა, რომ ისინი გვერდში დაუდგებიან, ისინი მას დაეხმარებიან და ერთიანად გაგრძელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ერთსულოვნება იყოს როგორც სინოდში, ასევე ერში. ეხლა ის რომ ის ძალისხმევას არ დაიშურებს, ამაში დარწმუნებული ვარ, არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ თუ კი რამ შესაძლებელი არის, რომ გაკეთდეს, ის აუცილებლად ამას შესაძლებელია ეს დააყენებს საკითხს როგორც ხდება ხა ეტიკეტურად საუბარში თხოვს როგორც იქნება დეტალები არ ვიცი რა კუთხით შეიძლება ამის მოგვარება უბრალოდ მე ერთი რაცაც ხედავ და წამს რომ ის აუცილებლად ძალისხმევას არ დაიშურებს რომ ყველა ადამიანი იყოს ამ ქვეყანაში აი იმ გულით და იმ აზროვნებით რომ ყველას პატრიარქია უწმიდესი შიო და არა რომელიმე ჯგუფის ინტერესის ეს აუცილებლად ყველანი დავინახავთ ამას და ყველანი დარწმუნდებით ამაში მე ამის ძალიან წამს მადლობა ამ პასუხისთვის მამაო და ბოლო კითხვა თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენად შეძლებს და რამდენად არის მოწადინებული ის რომ ვთქვათ რეგიონებში ეპარქიებში ჩავიდეს ადგილზე გაიცნოს მრევლს და იქნება თუ არა ერთ-ერთი პირველი გურია თუ არა ეს რაღაც ამბიციური განაცხადია მაგრამ თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია და რა შეგიძლიათ გითხრათ ეს ახლა ცხადზე ცხადია რომ აუცილებლად ყველა ეპარქიაში ჩაბრძანდება უწმიდესი ეს უწმინდესი ილია მეორე დროსაც ასე იყო პატრიარქობის დროს და ეხლა ჩვენი უწმინდესი ახალგაზრდა ადამიანია, ანუ ჯანმრთელობის კუთხით ის აუცილებლად ყველა ეპარქიაში ჩაბრძანდება, ყველას გვექნება შესაძლებლობა მასთან შეხვედრის და იქნება თუ არა პირველი გურია ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ის არის წარმოშობით გურიდან კი ბატონო რა აკავშირებს მისი წინაპრები იმისა რომ გვარი აქვს გური არა, მისი წინაპრები და არც თუ ისე შოური წინაპარი, დიდი ბაბუა მისი და მისი ბებია არის დაკრძალული ხაურის სასაფლაოზე. აი, იქ არის სახლი, სადაც ცხოვრობდნენ, ეხლა სხვაგვარები ცხოვრობენ იმ სახლში, სადაც თავისი დიდი ბაბუა და ბებია, ანუ წინაპრები ცხოვრობდნენ. ამიტომ ძირი, როგორც ბუჯირები არიან, ყველა ვიცით რომ გურიდან და აი ხაურიდან არის უშუალოდ სოფელ ხაურიდან არიან მისი წინაპრები. ის ასევე ბრძანდებოდა მოსაყდროების დროსაც სენაგის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი. ხა პირველად სად ჩავავერ გეტყვით მე უწმინდესის რანგში სად ხდება ან როგორ მოხდება ეს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ალბათ ვფიქრობ რომ გურიაში ჩამობრძანდება ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ ამას და დიდი სიყვარულით ყველანი დაველოდებით იმ დღეს რომ როდესაც ჩამობრძანდება ახალი პატრიარქი ჩვენს კუთხეში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მამაო მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყო ბასილ გოგოტიშვილი, შემოქმედის ეპარქიის პრესპიკერი. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა.